რო ვერ გაჩერდები ისეთია. ნოყიერი, არომატული და ხრაშუნა კარტოფილის სალათი. ძალიან განსხვავებული გემო აქვს, თან სამარხოა. ხრაშუნა კარტოფილი, მომჟაო სოუსი, ბარდა და ზეთის ხილი ძალიან კარგი კომბინაციაა. უმარტივესი ინგრედიენტებით საოცრად გემრიელი სალათი. გამარჯობა, მე სოფო ვარ და დღეს გავაკეთებთ ხრაშუნა კარტოფილის სალათს. ყველა საჭირო ინგრედიენტი შევიძინე ლიბრეში. ძალიან ბევრ პროდუქტზე დამხვდა ფასდაკლება, ასევე რაც ძალიან კომფორტულია. ყველა პროდუქტის შეძენა შევძელი ბიუჯეტურად ერთ სივრცეში. პირველ რიგში კარტოფილი გადაგვაქვს თასში. შეგიძლიათ გააკეთოთ ახალი კარტოფილით. კარტოფილს ვთვლით. ახალი კარტოფილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ დასჭირდება გათვლა. ათლილ კარტოფილს ვთვლით დაახლოებით აი ამ ზომის ნაჭრებად. ვათავსებთ ქვაფში, ფარავთ წყლით, ვამატებთ მარილს თავიდანვე, იმისთვის რომ ხარშვისას არ დაკარგოს ფორმა. გამთქურაზე საშუალო წვაზე, როდესაც დაიწყებს დუღილს, ვაჩერებთ დამატებით 8-10 წუთით. ის გასვლის შემდეგ კარტოფილს წურავთ. გადაწურული კარტოფილი გადაგვაქვს თასში. ცოტათი აი ესე ვურევთ, რომ გაიკეთოს ქერქი, აი ესეთი ნაწილები. ზუსტად ეს ნაწილები მოგცემს შეწვის შემდეგ სიხრაშუნეს. ვათავსებთ საცხობ ლანგარზე, რომელზეც მე დავაფინე საცხობი ქაღალდი. კარგად გავანაწილებ. ვასხამ ზეითუნის ზეთს და ვაყრით მარილს. კიდევ კარგად გადავურევ და ვდგამთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 25-30 წუთით. ნახევარი დროის გასვლის შემდეგ კარგად ვურევთ კარტოფილს და ვაბრუნებთ ღუმელში. მზად არის. აი ესე საოცრად გაკრაწუნდა და გაოქროს ბრდა. ეხლა აუცილებლად ვინახავთ ცალკე და ვაციებთ ბოლომდე. სანამ კარტოფილი ცივდება, მანამდე მოვამზადოთ სხვა ინგრედიენტები. პირველ რიგში წითელ ხავხს ვჭრით ძალიან წვრილად. ნიორს ვჭყლეთ, ან ხეხავთ წვრილ სახეხზე. დავიწყოთ სოუსის აწყობა. ქილაში ვათავსებთ წვრილად დაჭრილ ხავხს. შეგიძლიათ უბრალოდ თასში მოამზადოთ სოუსი, მაგრამ მე ესე მიყვარს გადარევა. ვამატებთ ნიორს. დაგვჭირდება ლიმონი. ვამატებთ წითელი ღვინის ძმარს, მარცვლოვან მდოქს, ფაფს, ზეითუნის ზეთს და მარილს გემოვნებით. კარგად ვახურავთ ქილას თავსახურს და ვანჭყლებთ. სოუსიც მზად არის. ამასობაში კარტოფილიც გაგრილდა. ვათავსებთ თასში. უბრალოდ მინდა ვიცოდეთ როგორი ხრაშუნაა. დაგვჭირდება ბარდის კონსერვი, ასევე შეგიძლიათ გაუკეთოთ მოწალული მწვანელობიო, ძალიან უხდება. დავამატებ კარტოფილს. ასევე დაგვჭირდება ზეთის ხილი, გადავუწურავ ზედმეტ სითხეს და გავჭრი შუაზე, რომ სალათში კარგი ზომა იყოს. დავამატებ კარტოფილთან და ბარდასთან ერთად. ასევე წვრილად დავჭრი კამას. და დავამატებ ჩვენს სალათს. სოუსს კიდევ ერთხელ კარგად შევანჯღრევ და ვასხამთ სალათს. კარგად ვურევთ. გადაგვაქვს სასურველ ჭურჭელში და უგემრიელესი კარტოფილის სალათიც მზად არის.